მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიოაქტიურ საათს და ასევე ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე უყურებთ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში რადიოაქტიურ საათს. დღეს სამშაბათია და ტრადიციულად მიკროფონთან მუშაობას იწყებს ჟურნალისტი თიასი ჭინავანუ მე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ საინტერესო თემაზე, პრეზიდენტის და ხელისუფლების ინიციატივაზე, უკავშირდება ახალი ქალაქის მშენებლობას. ჩვენი სტუმრები არიან, ჯერ წარვადგენ ჩვენ სტუმრებს და შემდეგ უკვე დავაკონკრეტოთ ამ თემაზე საუბარი. ვასილ მაღლაფერიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ლევან ჩოლოყაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კოალიცია ევროპული საქართველოსთვის. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ლაზიკა ასე ერქმევა ახალ ქალაქს, რომელიც აშენდება ყულევსა და ანაკრიას შორის. ამის შესახებ საზოგადოებამ კვირას შეიტყო, როდესაც პრეზიდენტმა განაცხადა ფართო საზოგადოებისთვის. და როგორც კი ეს იდეა გახმოვანდა, მოყვა ამას აზრთა სხვადასხვაობა. ამაზე ვიმსჯელოთ დღეს, რამდენად რეალურია ამ პროექტის განხორციელება და მიზანშეწონილიც. დავიწყოთ თქვენგან, ბატონო ვასიკო. არ მოგწონთ იდეა ახალი ქალაქის მშენებლობის შესახებ? ეს თემა არის ძალიან სერიოზული. დიახ. მე ვფიქრობ, ჩემი თვალსაზრისით გეტყვით, ეს არის პოლიტიკური თემა, ეს ჯერ არ გავხდარა ეკონომიკური თემა, ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ და ამის ყველა საფუძველი მაქვს ვფიქრო და მე რომ არავითარ ქალაქის მშენებლობა რასაკვირველი არ იგეგმება. რატომ? და ეს ლაზიკა, ეს საუბარი, რომელიც მიმდინარეობს, არის ამას აქვს სხვა რეალურად სხვა მიზანი და ამას ჩვენ დავინახავთ ცოტა ხანში. და დღეს დავიხსოვოთ ეს კამათით შემდეგ გავიხსენოთ თუ ვიქნებით გულმავიწყები დავინახავთ რომ ეს გაქრება როგორც მაისის თოვლი. თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო ამას დიდი ფიქრი არ ჭირდება, ამიტომ სანამ ამ დისკუსიაზე გაიყოფა ორ ნაწილად ხალხი რომ ვინ უჭერს ამ ქალაქის აშენებას ხარს და ვინ არ უჭერს, მანამდე ორ მთავარ მომენტს მივაქციოთ ყურადღება. თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ გუშინ წინ გაიგეთ ამის შესახებ და ფართო საზოგადოებამ, მე უნდა მოგახსენოთ რომ არა მარტო თქვენ გაიგეთ ეს გუშინ წინ, არამედ თვითონ ხელისუფლებაშიც კი ესევე გაიგეს წარმომადგენლება და მეტიც. პრეზიდენტმა თქვა რომ გაიცათ იწყება მასშტაბური მუშაობა. მე მოვიკითხე ამის შესახებ და ეს არ არის რთული, სანამ ჩვენ საერთოდ მიზანშეწონილობაზე დავიწყებთ ამ ქალაქის მუშაობას, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ნებისმიერ ადამიანს არსებობს თუ არა რაიმე გეგმა, რაიმე მონახაზი, რაიმე წინა სამუშაო თუ არის ჩატარებული ამოდენა სახლის დასაწყებად, ის რომ გაიცათ მასშტაბური წყება. არავითარი მსგავსი არ არის, მე თქვენ გაწოდეთ რომ ქალაქ დაარსების ექსპერტები საქართველოში ჩვენ ნამდვილად არა ვართ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ მოვითხოვოთ ახლა უნდა არსებობდეს და დასკვნები, ესები რომელიც უნდა იყოს ცნობილი ნაწარმოები, არა მარტო ჰიდროლოგების, მელიორაციის წარმომადგენლების, მასშტაბური ორნიტოლოგების, არაფერი იმ ადგილას თქვენ ანუ პრობლემას ხედავთ იმაში, სადაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა რომ ააშენოს ქალაქი. გეგმას რაც შეეხება, ბატონო ვასიკო, არსებობს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ამაზე დღეს. მე სადავტკერო, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი სხვა არის ტანკების შენებლობის გეგმა. ეს გეგმა უნდა იყოს გამოფენილი, ამას უნდა წლების განმავლობაში ვიხილავდეთ. ეს გეგმა არ არსებობს, იმიტომ ეს გეგმა რო არსებობდეს, ესე ვერ პრეზიდენტი კი ვერ გადაწყვეტს. პრეზიდენტმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამაზე მუშაობა შეიძლება იქნას დაწყებული ამ ტიპის გეგმაზე და არ შეიძლება საუბარი იყოს, რომ გაიცათ იწყება გრანდიოზული სამუშაოები. ელემენტარულად ვერ დაიწყება ვერავითარი სამუშაოები გრანდიოზულად, იმის გამო რომ მსგავსი არაფერი არ არსებობს. არც ეკონომიკური გათვლა არსებობს. არაფერი სამუშაო არ არის, თითითიც არ არის დაკარებული, თქვენ მსგავს ვერანაირ დოკუმენტს ვერ ნახავთ. ამაზე უნდა მუშაობა. ინვესტორებთან მიმდინარეობს საუბარია უკვე სერიოზული ინვესტიციების ჩადების თაობაზე აღმოსავლეთ სექტორში. არც ერთი ინვესტორი ამ საკითხს, ესე იგი უბრალოდ ოთახის კარს არ გააგებს და არ მოგახსენოთ რატომ სანამ მანამდე არ იქნება ყველა ის დასკვნა ხალხთან თქვენ ჟურნალისტი მზადებით ახლა თავის სპეციალისტი მე რაღაც შეხება ამასთან მქონია რასაკვირველი არაქალაქების დაარსებასთან რომელიც აქ უნდა იყოს სანამ ნებისმიერ ინვესტორს დაელაპარაკებით მიწის შედგენილობა მელიორაცია დინარე როგორ მოდის ქალი როგორ უბერავს ორნიტოლოგია ბოტანიკოსი რას ამბობს მე მილიონი დასკვნა იკრებება და მე მიდიხართ იმასთან ესე არ მიდიხართ ინვესტორთან რომ ეხლა მოდი ჩემ ფული ჩადე და გაიცადო იქნებ ჩატარებულია ეს ყველაფერი ჩატარებული იცით თქვენ ამ საკურვია ზუსტად ვიცი და მეცაც გეტყვით მაშინ ჩვენ ამაზე კი არ უნდა საუბრობდეთ ეხლა და ჩვენ კი არ უნდა საუბრობდეთ მე და ბატონო ამაზე უნდა სპეციალისტები საუბრობდნენ ერთი სპეციალისტი და გამოდიოს უნდა იდოს და უკაცრავად პასუხია ეს არ შეიძლება იყოს საიდუმლო ისევ ამას ვამბობ ამიტომ სანამ ვლაპარაკობთ მიზან შეწონილობაზე მანამდე უნდა ვილაპარაკოთ მივედით თუ არა მიზან შეწონილობაზე კი ბატონო იდეა მოგწონთ ბატონო ვასიკო
მაშინ ესე გიპასუხებთ, ხა კოსმოდრომი გადავწყვეტე რომ ავაშენო თბილისის სახლს. მოგწონთ ეს იდეა? ასე შეიძლება ჩვენ შეიძლება სერიოზული ადამიანები, სერიოზული ქვეყანა ვართ. რაღაცა ფიქრები გვაქვს და შეიძლება ეს ჰაერზე აცდენილ სფეროებზე ველაპარაკოთ. ჰაერზე აცდენილია ახალი ქალაქის მშენებლობა, რომელიც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო საპორტო ქალაქი. რაც გუშინ უყურე, გუშინ წინ უყურე, მე უნდა მოვისმინე ერთი განცხადება და უყურე რომ ვერტფრენში და პრეზიდენტი და ორი ადამიანი რომელთაც ნამდვილად ვერ ჩავთვლი ქალაქ დაარსების ექსპერტები და საერთოდ რომ ეს საქმე იციან და პრეზიდენტი ეკითხებოდა აქ არის ჭაო ისინი ოდენ არა ალბათ მათ ჩვენეთ რუკაზე რა ადგილი ყურე მოყურეთ ამ კადრებს აი ეს ახავერთა აქ რუკაზე ესე 2 კილომეტრზე შევიწევით ისინი ამბობდნენ დავждეთ და როცა დასწდა ვერტფრენი მე დაждდა ვერტფრენი უბრალოდ მე განაცხადა მან რომ ჩვენ დიდი ხანია ამაზე ნაფიქრი გვაქვს მოიყვანს ისთან ნაფიქრი შეიძლება ვიღაცა დიდხანს რაღაცაზე ფიქრობს ხალხის დაარსებაზე ამის მიზეზად შეწონებზე ცალკე ვისაუბრებ მანამდე ბევრი კამათის გარეშე ახლა არ იყოს ხვეწნა და მუდარა უნდა გადმოიგდოს ეს დოკუმენტაცია მე მოვიკითხე ეს დოკუმენტაცია და არავითარ მსგავსი არ არსებობს გასაგებია ბატონ ლევან თქვენც ესეთი წიაღწევები ჩაატარეთ როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მოდიოდით სასაუბროთ იცით რომ ამაზე გეგმა არსებობს რომ აშენდეს ახალი ქალაქი კი ბატონო არა მე მესმის თქვენ დაინტერესებული იყავთ გაინტერესებდა საკითხი მე როდესაც გუში შევატყობინე ბატონ ლევანს ამ საკითხთან დაკავშირებით მან თქვა რომ რაც საჯაროდ არის ცნობილი ამის შესახებ ამაზე მეტი ჯერჯერობით მას ინფორმაცია არ აქვს მაინტერესებს თუ მოიპოვა რაიმე ინფორმაცია მეც გეთანხმებით, ესე იგი მე იმ აზრს რაც გითხარით თქვენ პირად საუბარში, როგორც თქვენ და როგორც ბატონ ვასილომ აღნიშნა, მე გავიგე პირდაპირ ეთერში, როდესაც პრეზიდენტი ამის შესახებ საუბრობდა და მაშინვე გამიშთა აზრი, რომ ამაზე ახლა როგორი ვნებათა ღელვა დაიწყებოდა ამის გარშემო, იმიტომ ეს მუდმივად არის, რაცა იმიტომ რომ ყველა რაღაც ინიციატივას მოყვება ისეთი სერიოზული რაღაც ну ეს ჯანსაღი პროცესია ხო ამ შემთხვევაში რომ აზრთა გაცვლა გამოწვევს ჩემთვის იყო ეს ინფორმაცია რომელიც არის მოსაზრების და გეგმის დონეზე თავისთავად ეგ ამის შესახებ ალბათ გამორიცხულია რომ ახლა რაღაც ღრმა და შინაარსიანი საუბარი გავმართოთ უბრალოდ თქვენ სწორად დასვით კითხვა როგორც ასეთი ამ პროექტს შეიძლება თუ არა მხარი დაუჭიროს და შეიძლება თუ არა მოგვეწონოს ესეთი რაღაც სერიოზული მეგაპოლისი გაჩნდეს ზღვისპირა საპორტო ქალაქი მოგეხსენებათ რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვაქვს ორი საპორტო ქალაქი ფოთისა და ბათუმის სახით მათი ტვირთბრუნვა არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომელიც არის საქართველოსთვის რომელიც შემთხვევაში საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა მოგეხსენებათ რაღაც გარკვეული დენადობა არის ჩვენი მოსახლეობის როგორც პერიფერიისთან ცენტრისკენ დედაქალაქში რაღაც გახდა ძალიან დიდი თავკომბალა დიდ ქალაქებში თავისთავად სოფლებიდან თიდან საზღვარგარეთ გადიან ეს არის გარკვეული ესე იგი საყვედური ხელისუფლებისადმი და თუ ასეთი ტიპის როგორც ყველა პროექტს მოგეხსენებათ აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები თავისთავად შინაარსობრივად ამ მე მინდა ვისაუბროთ ჯერ დადებითზე რა არის უარყოფითზე ალბათ ბატონე ვასილო ბევრს თქვენ ხედავთ უარყოფითებს ამ პროექტში ესე აპრიორი გადავწყვიტეთ რომ ბატონე ვასილო მე ამჯერად დებატებში ვერ ვიქნები თქვენთან იმიტომ რომ თქვენ შეიძლება იყოს დებატებში ვიც უარყოფითად არის და მე სრულიად ამართებულად ვამბობ არავითარი მსგავსი პროექტი არ არსებობს და რა არის მე მოგახსენებთ და მეტიც თქვენ თქვით რომ ეს პროექტი არის გეგმა არა პრეზიდენტმა თქვა გაისად ვიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს გეგმის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია მასშტაბური სამუშაოების დაწყება არა ეს ნახავთ გადაწყვეტილებები რომელსაც გეგმა თან ახლდა არა სპონტანურად იღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის ხელისუფლების განცხადება ესეთ დიდ პროექტებზე ეს სხვა საქმეა რაღაცები დაისახა ძალიან წარმატებულად განხორციელდა ასე რომ გეგმის გარეშე რა თქმა უნდა ასეთი მასშტაბური პროექტი ვერ განხორციელდება და არ განხორციელდება. ეს იქნება სათანადო ყველაფერი კვლევა ჩატარებული, შეიძლება არის კიდევაც ჩატარებული იმის შესახებ მე ხაზგასმით და გადაჭრით არ შემიძლია თქვა, თუმცა ჩამოგითვალეთ აი ეს დადებითი მომენტები, რაც შეიძლება თან ახლდეს აი ესეთი ტიპის ძალიან დიდი საპორტო ქალაქის მშენებლობას. შეიძლება და ალბათ იქნება მოზიდული ინვესტიციები. ამაზე დაიხარჯება 1 მილიარდი ლარიო, საუბარია ამაზე. გაწერილი იქნება 4 წლის განმავლობაში, წელიწადში 200 მილიონს დახარჯავს ქალაქის მშენებლობისთვის. უშუალოდ ბიუჯეტიდან დაიხარჯება. დანარჩენი უკვე ინვესტიციებით აშენდება, ესეთი გეგმა აქვს ხელისუფლებას. თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით ბატონ ლევან ამ ინვესტორების პასუხი. ჩვენ არ გვსმენია ამის შესახებ. სად მიდივართ მაშინ როდესაც ეს ინვესტორები თქვენ რომ არ არიან დაინტერესებული დაუშვათ ასე ქალაქებში. ჯერ მიმდინარეობს მოლაპარაკებაო პრეზიდენტმა განაცხადა, ანუ მას არ უთქვამს რომ ჩვენ უკვე თანხმობა მივიღეთ ამ ქალაქის მშენებლობაზე ინვესტიციებს. მე კიდევ ხალხს უსვამ ჩემი პოზიციიდან და მე მგონი ალბათ
ჩვენ აქ თლიანად სტუდიაში შეიძლება ვარაუდის დონეზე ვიმსჯელოთ. მე გარკვეულწილად მექნება წარმოდგენა ამის შესახებ იმ თვალსაზრისით, იმ ხრივ რომ თურქეთი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჩვენთან მეზობელი ქვეყანა, საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ვითარდება ამ ბოლო დროს, რაც ძალიან მისასალმებელია დანარჩენ მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ძალიან დიდი ნაწილი იქ ასოცირდება და თავის იდენტიფიკაციას აკეთებს თურქეთის მოსახლეობის როგორც ლაზები. ეს პროცენტულად არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი. ისინი ყველანი წამოვიდნენ და მე ხოლმე არ მithქვამს ხალხონთე არა, არის გარკვეული ინტერესი შეიძლება გაჩნდეს აი ესეთი ქალაქის შენობა. ისინი ძალიან გავლენიანები არიან, მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი მაღალჩინოსნები თურქეთის, მათ შორის ერდოგანიც, მათ შორის ამჟამინდელი სტამბულის მერი, რომელიც თავის გავლენით უტოლდება თითქმის პრემიერ-მინისტრის რანგს, არის ლაზი წარმოშობით, კონკურენტი, როდესაც ის გადიოდა ამ პოსტზე, ისიც ლაზი იყო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს მოსახლეობა არის საკმაოდ ძლიერი, გავლენიანი და ფინანსურად საკმაოდ შეძლებული. ამდენად ვარაუდის დონეზე გეუბნებით, ისევ შეიძლება გამოჩნდეს დიდი ინტერესი ასეთი ტიპის ქალაქის აშენებისა, რომელიც მათ ანუ თქვენ ამის აუცილებლობას ხედავთ, რომ ლაზი რო ქვია იმიტომ? არა, მე გეუბნებით ლაზიკა. აი, რატომაც ეს ისაუბრეთ, რაღაცა ვერ გამოვიტანე ეს და ეს ნუ ლაზიკა რო ქვია ამიტომ, ხომ მე არა მხოლოდ მაგიტომ, როგორ, ნუ ახლა ფოთი რატო არ დაინტერესებს? ფოთით შეიძლება დაინტერესებს, მაგრამ ფოთს გეუბნებით, ფოთის წყლის სიღრმე არ იძლევა საშუალებას ისეთი ტვირთბრუნვის წარმოებების, როგორც არის ამ მიდამოებში. ლაზი რას გეუბნება თქვენ თურქეთს? აი რატო გამოყავით ლაზზე, რატო დავიწყეთ საუბარი? თურქეთის სინამდვილეს თქვენ კარგად იცნობთ, ვიცი და ლაზი რას ნიშნავს ახლა ეს? ლაზური წარმოშობა, ეს თურქეთის შეულებრივი მოქალაქეებიდან რას ნიშნავს? ლაზი ლაზური წარმოშობის თურქი მოქალაქეები შეიძლება ამ პროექტით დაინტერესდნენ დიდი ბერძნული წარმოშობის თურქები რატო არ შეიძლება დაინტერესდნენ? დიდი ვარაუდი ისინი შეიძლება დაინტერესდნენ პირველ რიგში შეიძლება პირველ რიგში არა სახელის ადგილმდებარეობის მიხედვითაც თვითონ შიგნით რა შინაარსიდებს კიდევ ამ პროექტში ჩვენ არ ვიცით კიდევ გეუბნებით ზედაპირულად საუბრობთ იცი და უფრო კარგი იქნებოდა რომ რაღაც პერიოდი გავიდეს და ამის გარშემო მერე გაგრძელებულიყო უფრო ღრმა და საფუძვლიანი საუბარი. ხდება ხოლმე ზოგადად ჯერ წარმოადგენენ გეგმას როგორ შეიძლება ან მუშაობენ გეგმაზე შემდეგ ახდენენ მის პრეზენტაციას და ასე იგივე საზოგადოება ალბათ ამ გეგმის არსებობის შესახებ ჩვენთან ცოტა სხვანაირად ხდება ჩვენთან გამოდიან სახელმწიფო მოხელები ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტი ახმოვანებს ესეთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვსმენია რომ ხშირ შემთხვევაში ესეთი გადაწყვეტილების სპონტანური ყოფილა და პრეზიდენტს გამოსვლის დროს მიუღია ესეთი გადაწყვეტილება, უთქვამს რომ აი აქ ახლა ეს მოხდება, აქ ახლა ეს აშენდება. ხომ არ არის ესეთი სპონტანური გადაწყვეტილება, ამაზე ვსაუბრობ ჩვენ და რამდენად რეალურად განხორციელებადია. ჩვენ აქ ვარაუდებზე ვსაუბრობთ, ბატონ ლევან, ხო? მაგრამ ეს არის მხოლოდ ვარაუდი და რამდენად რეალურია იგივე ის ლაზები დაინტერესდნენ რომ ინვესტიცია ჩადონ ამ ბიზნესში. ანუ მე დავიწყე მართალი გითხრათ სულ დათელი გამოჩნდა რომ ესე ვთქვათ საფუძველი მქონია მე ჩვენთვის კიდევ ერთხელ დავწმუნდი. იმიტომ რომ მე რამე არაცნობის მოყარების გამო ძალიან კონკრეტულად ახლა საქართველოში თვის მაგალითად ახლა არ აჭირს საკონტაქტები ერთისგან ქვეყანა ვართ. მართალი არ ვეტევით ამ ქალაქებში, მაგრამ მაინც ცოტანი ვარ დაინტერესდი. არავით არის მსგავსი რამე პროექტი არ არსებობს. ახლა არავით არის საიდუმლო ეგ ვერ იქნებოდა რომ არსებობდეს ვინმე მომწევდა. მეტიც ხელისუფლების წარმომადგენლებაც არ იცოდნენ ამის შესახებ. ეს ახლა ელემენტარულად უნდა ინტერნეტში იყოს განთავსებული და თქვენ კი სწორად ქალბატონო თია პასუხებს რომელსაც მე ვგზნობ რომ კითხვებს, მაგრამ პასუხებსაც ხედავთ. უნდა იყოს თუ არა წინასწარ. რასაკვირველია სანამ ეს განცხადება გაკეთდება, მე გონებით უნდა იყოს ჩატარებული უამრავი სამუშაო თუნდაც, იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს რომ ეს ადგილმდებარეობა, რომელზეც მე ავსაუბრე, ბევრი არის აღშფოთებული რომ იქ ეროვნული პარკია და ასე შემდეგო და დაინგრევა, მაგრამ მე ამაკამდე არ მივდივარ რომ აქამდე აღშფოთდე რომ ეროვნული არის სხვადასხვა სოფლიო მნიშვნელობის ეროვნული პარკი ვიცოდეთ უნიკალურია და მე ყველას ურჩევ რომ ნახოს და სხვათა შორის თქვენი გადამღები ჯგუფით უწავა და გადაიღებს გარდა იმისა რომ დიდ სიამოვნებას მიიღებს მოსახლეობაც ნახავს დაახლოებით სათხდება მოქმედება. ორია სულ ესეთი პარკი სოფლიოში მე როგორც ვიცი და სპეციალისტები როგორც ამობენ. ანუ აი დაწყებული ამ სპეციალისტებიდან დამთავრებული ნიადაგი აი ეს უნდა იქნას ყველაფერი შესწავლილი მე ეს უნდა დაალაგდეს ესეთი განვითარების გეგმები გაკეთებულა და მე მინახავს როცა რეგიონებზე მე ამას იღებენ მე მიდიან ინვესტორებთან ამის შესახებ და ახლა იქნება უკვე მიზანშეწონებაზე საუბარი. მე მინდა გითხრათ თქვენ ეს რამე რომ ბრაზილია ახლა მე არ ვაკადრებ არავის ასაკო ყველა მეცის რომ ბრაზილია დაარსდა ესე ქალაქი. კი ბატონო. ბრაზილიის და იცით რამდენი წელი მიდიოდა ბრაზილიის დაარსებაზე კამათი? დაახლოებით 60-70 წელიწადი იყო ამაზე საუბარი მიზანშეწონებაზე კიდევ ერთი. აქ ახლა ბევრი კამათი იქნება, მე თქვა აი ასე ვამბობ რომ ვიკამათებ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ და მე წავიწიო წინ.
ერთია ქალაქის დაარსება, მეორე დედაქალაქის გადატანა. იმიტომ დედაქალაქის გადატანა ეს არის აბსოლუტურად ხელისუფლების პრეროგატივა. მას შეუძლია საშუალება ექნება თუ არა მე ამაზე არ ვლაპარაკობ. მას შეუძლია აიღოს და დედაქალაქი გადაიტანოს თუნდაც რეალ უდაბნოში. ქალაქის გადატანა სულ სხვა რამეა. იმიტომ შენ ამით ხელოვნურად ქმნი ინვესტიციაზე. ქალაქი უნდა ცხოვრებამ და ბუნებამ მოიტანოს. მე უნდა მოგახსენოთ რომ აგერ იმ ჩვენს მეზობელ ავაცახსენებელ ქვეყანაში აი ნიაგრუზისკა ბამი რომ შენდებოდა თქვენ ახალგაზრდა იყავით მე თვითონ მინახავს მე საბჭოთა პერიოდში ეს მიტოვებული საშინელი ქალაქები თუ მათ ფუნქცია არ აქვს. ეს არ არსებობს ქალაქი ახლა ამაზე მოიყვანეს ხელოვნური ქალაქი იქნება თქვენ ამის თქმა გსურთ ის რასაც გვთავაზობთ მე მარტივად რასაც გვთავაზობთ ახლა მე თქვენთან ტელევიზიაში მოვიდოდი და უბრალოდ ვაკვირდებოდი იქიდან და იქ სახლების შენდება თქვენ ტელევიზიაში აი აქ თქვენთან რადიოში რადიოს ტელევიზიაში მოვიდოდი და სახლები დგას აიქ და უკვე დიდი ხანი აწერია იყიდება და ტელეფონის ნომერი აქვს და მთელ ქალაქში შეგიძლიათ ნახოთ ახლა მარტივ შეკითხვას ვსვამ და მე გეტყვით რაც ბრაზილიაში გაჩნდა ის პრობლემა ინვესტორი ჩვენ ესე გგონია ვიღაცა ესე თქვა სულელი ბაბუა რომელსაც თავარია დაველაპარაკო და ესე ბორბის შემოდინეთ ეს არ არის ამიტომ პირველად სახლს ააშენებს თუ ქარხანას ააშენებს თუ ქარხანას ააშენებს იქ უნდა იმუშაოს თუ სახლს ააშენებს იქ უნდა იცხოვროს როგორ ხდება ეს ამბავი დღევანდელ ამით უმეტეს ამ პირამიდებში რაღაცის ეს არაფერი მსგავსი ქალაქი როგორ შენდება იცით იქ უნდა ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს იქ რაღაცას უნდა მიებას ფოთი რის გარშემო აშენდა ფოთი ძალიან დიდხანს არსებობდა თურქეთს არ თვლით რომ საპორტო სიტუაცია არ არის მიზეზი რომ არა უკაცრავად პასუხია ჯერ უნდა მაშინ ესე გამოჩნდეს ხანხანა როდესაც ბატონებმა მე იცით საპორტო ქალაქი ხო ახლოს ვარ მაგ პრობლემასთან ყულევი რამდენი ეკაჩავეს ამ ყულევის სიტუაციაზე და ჯერჯერობით წინ ვერ წაიწია თუმცა იქ იყო რომ სოფლიო მნიშვნელობის სპორტი უნდა ყოფილიყო ჯერ უნდა გამოჩნდეს ვიღაც ფირმა მარტივად ეს ორჯერ 2-4 ამაზე ეს არ არის სალაპარაკო ბატონო უნდა გამოჩნდეს ვიღაც ფირმა რომელსაც უნდა თქვას მთავრობაში რომ მომყიდეთ ეს ადგილი მე მთავრობამ უნდა განიხილოს ეგ შეიძლება თუ არა იმ ტერიტორიის გაყიდვა ეკოლოგიიდან და სხვა მით გამომდინარე მე ის იყიდის ის ფირმა ამ პორტს მე აშენდება პორტი პორტს გვერდში აშენდება სასადილო მე კორპუსი და ასე შემდეგ ეხლა შენ რო აშენებ არავინ თუ კორპუსს რო ჩადგავ ვიღაცაც უბრძანებ და ჩადგავ 12 სართულიან კორპუსს საერთოდ არ იცი როგორი კორპუსი უნდა აშენდეს ეხლა რატომ გეტყვით მაგალითად ამასთან კავშირი არ აქვს და ჩვენ აქამდე ვერ მივაქვს მაგრამ ბრაზილიაში ცოტა პრობლემა შეექმნა რომ მიაყარეს ეს უამრავი სამუშაო ოღონდ გადაიტანეს პარლამენტი პრეზიდენტის სასახლე ოპერა მთავარი გესა ტაძარი და გარიგებული გვაქვს ამ შემთხვევაში არა კი ვაქვს რა მოხდა ეს პრობლემა და ესე ქონდათ მარტივად უნდა ეშენებინათ 200.000-იანი ქალაქი ესე ქონდათ დაგეგმილი უცებ ახლა აღმოჩნდა არა ჩვენ 500 ეს ცალკე ვილაპარაკოთ ეს არავინ არ იცის რამდენი იქნება და 2 მილიონი ნახევარი აღმოჩნდა მით იქიდან არავინ აღარ წავიდა და იმ ხალხს რომელმაც თვითონ ააშენებს შენებლება სახლი იმ ძვირფას სახლებს შენებლობა არ შეეძლო და გარშემო ეგრეთ წოდებული რუსულად ხოხმახებით და უბრალოდ მე ჩემო იმიტომ ეს ცხოვრების განვითარება სხვა რამე უკაცრავად პასუხია ჩვენ ვართ თუ არა საბაზრო ეკონომიკაში და მე გავჩერდები ბატონ ლევანი არის მედიცინის სპეციალისტი მე ფილოლოგია მოდით ეხლა ერთი რაღაცა ვთქვა აი ეხლა მე არასდროს არ ნამდვილად ვინც არის ეთქვიანი ამ ხელისუფლების ვინც ეგ საკითხები იცის არის კახაბენდუკიძე მოიყვანეთ კახაბენდუკიძე და მან ილაპარაკოს არა მამულა მოდიდეს და უკაცრავად ეს არის თავარი ეკონომიკური საკითხი ქვეყანაში ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ თქმულა ქალაქის დაარსება გასაგებია გასცემთ პასუხს თუ კი ბატონო ესე იგი ნუ კახაბენდუკიძე მაგალითად მე პასუხს ვერ გავცემ მეც მოხარული ვიქნებოდი იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპია მიმაჩნია რომ ძალიან პროგრესული ადამიანი არის და ძლიერი ეკონომისტი საერთაშორისო დონის ექსპერტი არის აღიარებული არა მხოლოდ საქართველოში და შეიძლება რატომღაც ნაკლებად საქართველოში და მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო მათ შორის რუსეთში და შეერთებულ შტატებში და ევროპაში ამიტომ მისი აზრი ნამდვილად იქნებოდა ღირებული და ანგარის გასაწევი ეს ერთი ძალიან ხშირად ახსენებენ მეც მომიწია ამ მისი გვარი ფიგურირებს და მე მოხარული ვიქნები თუ მის საჯარო გამოსვლები უფრო გახშირდება და იქნება შესაძლებლობა რომ ჩვენ მოსახლეობამ მისგან გაიგოს კომპეტენტური აზრი რაც შეეხება იმას რომ თქვენ რა ბრძანეთ რომ ქარხნები უნდა აშენდეს თუ აი რაღაც ჯერ კვერცხის და ქათმის მაგალითია პრინციპით არა საპორტო ქალაქი მე მგონი აბსოლუტურად განსხვავებული მოდით ცალსახად იმაზე შევთანხმდეთ თუ ჩვენ დეტალური გეგმა არ გვეცოდინება მაინც ზედაპირულად ვჟელობთ ამ ეტაპს მე არა მაქვს ეს გეგმა მე არ მომეძიებია მე არა ვარ ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი მე არა ვარ მე ჩემი აზრის დაფიქსირების თავისუფლების ნება მაქვს არა უგეგმოთ რატო გეგმას როცა ვნახავ და კონკრეტულად განვიხილავ მაგრამ ის წინაპირობა რაც არის ამ გეგმის შესამუშავებლად ინვესტორის მოსაზიდად თვითონ იდეა როგორც ასეთი საპორტო ზლაური აი ესეთი ქალაქის შენებლობის სადაც კიდევ ვიმეორებ, როდესაც მოსახლეობის ასეთი მიგრაცია არის, როდესაც სოფლის მეურნეობაში
სრულიად ესე იგი არის ისეთ სიტუაცია, როდესაც ვერ ღებულობს მიგრაცია რა პრობლემის გამო არის ჩვენი მოსახლეობის გლეხები წარმოადგენს ალბათ 50%-ზე მეტს, ეს ძალიან დიდი პროცენტია, იცით, რომელთაც აქვთ მცირე მიწები ჯერ კიდევ აი რაღაც წარსულიდან საკარმიდო მონაკვეთები, რომელიც ფერმერულ მეურნეობასთან არაფერი საერთო არ აქვს. და იქ რაღაცა ინექციები, ცელობები, რაღაცა სიმინდის დარიგება და ის ვერ იძლევა იმ შედეგს. აი გეუბნებით ერთ-ერთი მიზეზი ამ ხელა მოსახლეობა გამუდმებით ამ გადაცემაში სხვა გადაცემებშიც რომ სახელმწიფო უნდა იზრუნოს, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს პირველ რიგში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმებით, მე არ მივაშინე რომ სოფლის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, ეს არის რაღაც ცალკე თეორია. ხელი უნდა შეუწყოს ბატონ ლევან. მე ასე ვიტყოდი, მაგრამ ხელი არ უნდა შეუშალოს, იმიტომ ჩვენ ვიცით რამოდენიმე დარგი, რომელიც სოფლის მეურნეობაში ძალიან კარგად განვითარდა. რომელიც ეს არის წვანილის ბიზნესი ქუთაისის შემოგარენში, გეგუჩი. თქვენ იცით რომ საქართველოს არის სოფლიო ბაზარზე წვანილის მიწოდებელი 7%-იან ნიშნულს წარმოადგენს 7%-ა 4-დან 7-მდე. წვანის ბიზნესი მე როგორც ვიცი ისეთივე წარმატებული აღარ არის, რადგანაც რუსეთის ბაზარი დაიკეტა ამ შემთხვევაში. იყო ერთ-ერთი მთავარი ბაზარი იგივე წვანილისთვის იყო სწორედ რუსული ბაზარი. დიდი რაოდენობით ევროპაში გადის და წლიური ბრუნვა წარმოადგენს 150 მილიონ ლარს. ეს ძალიან დიდია. ისეთი წვანილი დაუბრუნეთ. მე ვიცი, ამიტომ გეუბნებით. წვანილი არ არის. ამიტომ გეუბნებით. სოფლის მეურნეობას რადგან შევეხეთ? ბატონო ვასილო, აქ არის ლაპარაკი სოფლის მეურნეობას არ შევხებებით, ხალხს გესწავლოთ. მიგრაციიდან გამომდინარე მიგრაციიდან როგორ არის 50%-ზე მეტი როცა ჩვენი მოსახლეობის გლეხია და მათი დასაქმება და ასე ვთქვათ, შემოსავლის წყარო არ არის ისეთი, რომ ის ადგილზე დარჩეს და გააკეთოს ფერმერული მეურნეობა, ჩვენთან ძალიან აღრევა ხდება ამ მომენტის გლეხური მეურნეობის და ფერმერული მეურნეობის. ამ სიტუაციაში სახელმწიფოს ჩარევა არ არის ისეთი ეფექტური და ვერ იქნება ისეთი ეფექტური, თუმცა სადა წარმატებული იძახა ჰიბრიდული სიმინდის საკითხი. იგივე ვთქვათ ხილზე, რომელიც ისევე იმ რეგიონში არის ძალიან წარმატებული და ყოველგვარი სახელმწიფო ინექციების და ინვესტიციების გარეშე მოხდა თევზზე დადგა ეს დარგი და საკმაოდ კონკურენტუნარიანია მოგეხსენებათ მთიან რეგიონებში, სადაც მე რამდენადაც ვიცი ბატონ ვასიკოს თავის საქმიანობიდან გამომდინარე ქონდა შეხება ცხვარი ისე მომრავლდა იმის გამო რომ არის ინტერესი და აქაც არის კერძო და ინტერესო და ბიზნეს უკავშირდება. არა, ლაზიკასთან ამას ის კავშირი აქვს, რომ ჩვენ შევეხეთ, რომ რატომ ხდება ხალხის მიგრაცია, ხომ? რატომ არის სასურველი, რომ ასეთ მეგაპოლისში, კარგად დაგეგმარებულ, განვითარებულში და აშენებულში შეიძლება დაგეგმარებულში. კი ბატონო. მეგეუბნებით, თუ კარგად იქნება დაგეგმარებული და იდეის დონეზე ახლა ამას შესაბამის ხორცშესხმას მიიღებს და უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ იქნება ეს იყოს წარმატებული პროექტი. ამ შემთხვევაში ეს ნაწილი მოსახლეობის ძალიან წარმატებულად გადაცემაში აუცილებლად გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით უბრალოდ მე ვერ გავიგებ თუ კი ასეთი მიგრაცია გაგრძელდება და ამ ადამიანებს შემდეგ ლაზიკაში ჩაასახლებენ სოფელი დაცარიალდება თუ არა ესეც ცალკე საკითხია. ჩაასახლებენ კაი სიტყვა თქვით, ახლა თუ ეს ჩაასახლებენ გასაგებია. არ ვიცით რა სიზამენ, მოუწოდებენ ალბათ რომ წავიდნენ და ჩაასახლებიან თავისით ალბათ. კარგი. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით ამ თემაზე სასაუბრად. სტუდია GNS-ი წარმოგიდგენთ. თუ გაინტერესებს რა ხდება შენს გარშემო. თუ გჭირდება მეტი ინფორმაცია. ნაციონალობის ანგარიშზე გადარიცხული აქვთ 20-ს მართველი ნაციონალობის სახით 14 მილიონ ლარს. პირადობის მოწყობაც თვითმმართველობის არჩევნებისათვის გააკალდეს. ჩვენი რეპორტაჟები ჩვენი რეალური ცხოვრების შესახებ. რატო დამკვიდრდი? უკან დამკვიდრდი, რატო დამკვიდრდი? ყოველ კვირას. საღამოს 9 საათზე. უშინაც მოვიდა გამგებელდან და ის რამდენიმე საათში მათ მთავარი პროკურატურის თანამშრომლები ერთ-ერთ რესტორანში აკავებენ. კვირის რეპორტაჟი. იმესოზე როგორც საუბრიდან ჩანს, სასოფლო პოლიცია. დაახლოებით ღამის 2 საათზე იქ სპეცრაზმი შევიდა და მიწიდან 1,700,000 ევრო ამოიღო. არა, ასე გაქვს. ის რასაც სხვაგან ვერ ნახავ. მაესტროზე. ყოველ სამუშაო დღეს
რატომ იყო ვარდების რევოლუციამდელი ბავშვი უფრო ჩამორჩენილი? თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ. ნაციონალური მოძრაობა საერთოდ ასეთია. საღამოს 8 საათზე. ეს ცალკე თემა არის, კი ბატონო. ბატონო თამაზა, წავიდე. ეხლა პირდაპირ ეთერში ვარ. არ მოგცემთ უფლებას ყოველის თქმის. მაესტროს ეთერში. კი ბატონო. ბატონ დავით. მე არ ველი რაღაც ძალიან პეცული მეფს. აი რომ მოისმინა რომ ქართველებსაც უნდათ, იქვე თქვა, რა თქმა უნდა ამოშალეთო. ბედნიერი ხართ რომ გაგიორბაქდეთ გადასახადს. მართლა შუქი გამორთეთ ნაგავს წერს. კითხვები, რომლებიც იწვევს კამათს. ნაციონალური მოძრაობა უხდიდა ფულს, რომ დამეხმარე არჩევნებში. დამეხმარე არჩევნებში არა, გამაყალბებინი არჩევნები. შენამიწიებ დობკა. ერთი რეპლიკა ოქრო თუ ყველაფერში ცხვირი ჩაყო, ჩხუბი გარდაუვალია. სწორედ ამ პრინციპით ხავი ჯერჩეული გადაცემაში. პასუხები, რომლებიც იწვევს მსჯელობას. 20% ეს არის ფიქრისხლიან ხელისუფლებაში, 80% ოპოზიციაში. სხვა გარემოში და სხვა ვითარებაში ხოლმე რეფორმები განსახორციელებელია. დებატი აქტუალურ თემებზე. ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი. ჩვენ ხასიათში გადაგვივიდათ უme კონფლიქტი. ამ 5 ჰექტარზე. გამიგე გიორგი, 1 ჰექტარზე. აი, გამიგე გიორგი. აი ესეთი სიმინდი. მე არ მინახავ დასავლეთ საქართველოს. სადი არის ისეთ ადგილზე წამოეხლა ერთად ვიაროთ ხონში, სანტრედიაში, ბაღდადში. არგუმენტები თეასი ჭინავასთან. უკაცრავად ჩვენ ამსკით ახლა გადაცემის თემას. სარკოს სახელი და მოედნებზე შეკრებები აწყდება საქართველოს ტერიტორიაზე. კონვერგენცია უნდა მოხდეს, ამან ცოტა ამან უნდა გაწოს, ცოტა ამან. აი ხო ყველაზე კარგი დრო ამის. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. რადიო მაესტროს ეთერშია რადიოაქტიური საათი თეასი ჭინავასთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ვასკო მაღლაფერიძე, ლეონ ჩოლოყაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმრები, ჩვენ საუბრობთ ლაზიკაზე და წარმოიშვა ბუნებრივად საკითხი მიგრაციასთან დაკავშირებით. ბატონ ვასილ სურდა ამაზე გაეკეთებინა გარკვეული. ხო, უბრალოდ მინდა ისაც ყველა მიცის ბიცა მიგრაციაზე საუბრობ და ყველაფერი უცებესე თითქოს ლამაზად უკავშირდება შემდეგ ამ ლაზიკას, ეგრეთ წოდებულ. სხვადასხვა ესეც საკითხავია, მე ხლა აქამდე არ ვიცოდი რატო ლაზიკა მაგალითად და სიტყვაზე არა კოლხა მაგალითად ან კოლხია ნეგრისი. ნუ ეხლა გასაგები რაღაც ვარაუდი პირველი ეხლა მოვისმინე რომ მაღლა იქნებოდა ბატონო ლაზიკა. არა, ბაგაშვილი და გეთახმებით ახლა ცალკე ვიდეოთ. ეგ ზუსტად ისე რო გითხრათ, ეგ არის ეგრისი და ლაზიკა მანდ არის ხო, ახლა თავი დავანებოთ ამას. მაგრამ თუ ეს გამართლებაა, რაც რაღაც მინიშნება აქვს, თქვა რაც ლევანმა თქვა, ეს ცალკე საკითხია. ახლა მიგრაციაზე ბევრი რო არ გავაგზავნოთ, თქვა ეს ხალხი იმიტომ კი არ მიდის საზოგადოებრივ სახლები არ აქვს. მეტი მთელი ქალაქ გული გაგისკდება სხვადასხვა იგივე ქუთაისში და მასში მთელი კორპუსებია და სახლები დაკეტილი. იმიტომ სახლი სამუშაო არ აქვს და იმიტომ მიდის და ამას როგორ გადაიჭერება ეს ქალაქი რო აშენდება და უკაცრავად პასუხია მე ამ გაღარიბებულ მოსახლეობაზე რო ვილაპარაკეთ, წავლე და იქ სახლებს იყიდიან. მე გითხარით რომ სახლები იყიდება. სახლების პრობლემა არ არის, ქალაქი არის სახლები. ინფრასტრუქტურა და სამუშაო ადგილები. აი ეს არის ქალაქი ძირითადად ვთქვათ, თავის სულიერ მნიშვნელობაზე რო არ ვთქვათ. ასე რომ ვერ შექმნის ამახალ ქალაქში ამ უკაცრავ პასუხია ვინ შექმნის? საპორტო ქალაქებში მეტი შანსია საერთოდ ხალხი დასახლების. სოფლის მეურნეობა აბსოლუტურად სპეციფიურია, ვიდრე შევადაროთ. მათქვენით ჩვენ ერთი წუთით მე ვერ დავუშვებ და ჩემ თავს ვერ ვიცემ უფლებას რომ ჩვენ ვილაპარაკოთ და ეს ხალხი რომელიც ძიბერ დღეში ახლა ჩვენ ამათ შევუგდოთ კიდევ რაღაც ორი საპორტო ქალაქი არსებობს. ჩვენ ვილაპარაკებთ რაღაცა ლაზიკაზე, რომელსაც სხვათა შორის ესე იგი 3 დღე ეძახიან და თქვა ბევრ ადამიანმა ლაზიკა არა და ჩემი სახელის მსგავსი სახელი დაარქვა, ოსტატ ბენდერის ის არის ქალაქ ვასიუკი. ხო, ჯერჯერობით ეს არის. ვასიუკის მდგომარეობა შემდგომ ჯერ არაფერია, ჯერ იქ არის ჭაობი და ნუ ზოგადად რაღაცა თქვა რაღაცა ხეებია და უნიკალური სცენარები. ჯერ ეს არის, არავითარი პორტი ჯერ იქ არ არის. და ეს ადამიანები, რომ დაგეტყვი ორი პორტის არის, ადამიანები უმუშევრებელია და პორტისპირა ქალაქებშიც, ქუთაისშიც, ოზურგეთშიც და თბილისშიც და სახლები დგას. ეს პრობლემა არ ადგას. ეხლა მეორე ეს იგივე სურათს მივიღებთ ლაზიკაში. იგივე სურათს არ მივიღებთ, რომ მეკითხეთ რომ ჯერჯერობით ლაზიკაზე არავითარი მშენებლობა არ იგეგმება და ალბათ არც დაიწყება, იმიტომ რომ 12-ში იგეგმებაო. და მე სწორედ ეს ვთქვი, რომ ვიღაცები უცდიან გეგმას, აი თქვა ლევან მაც კითხვა, მან არ თქვა რომ თქვა რომ მე ჯერ გეგმა უნდა ვნახო. დროსაც მე ვთქვი რომ კახა მედუქიძე მოვიდეს თქო, იმიტომ კი არ ვთქვი რომ გასაკურველი ეს ჩვენივად ერკვევა ეკონომიკაში, ჩემზე და თქვენზე და ბევრზე ძალიან კარგად. ეს მისი პროფესიაა. ძველ ქართულში შეიძლება მევერკვევი უკეთესად და რაღაც საკითხებში, მაგრამ ის რატო ეცეთ ვალდებული მოვიდეს? იმიტომ რომ ის არის ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულების
ავტორი მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს ჩვენ ამას დუგავარჩე მაგრამ ეს სწორედ პრინციპულად ეწინააღმდეგება ყველაფერი იმას რასაც ის გადაგებდა და რასაც ის ამობდა რომ სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის სახელმწიფომ დაარსოს ქარხნები სახელმწიფო სადაც აი გოგიტა კვერნაძეს მიბაძეთო ქუთაისში რა შენდებოდა იქ საბჭოთა კავშირი შეელო თავისთვის ფუფუნება მიეცა ავტოსადგური ავტომშენსამშენებლო ქარხანა დაიარსებინა და მერე სოფლებიდან მოეზიდა ხალხი ვინმე გამოჩნდა მსურველი გითხარით ამ უნდა გადავიდეს დედაქალაქი რაც იცის პრაქტიკამ სხვა ან დედაქალაქი უნდა გადავიდეს და თუ ეს არის ეს უნდა ითქვას ამას მილიარდი არ ეყოფა მე გარწმუნებთ ამას მეორე ან უნდა ეს იყოს ვინმე კერძო კომპანიამ უნდა იყიდოს ეს ტერიტორია და ჩვენ მას უნდა გადავცეთ და ქალაქს გააშენებს თუ დაბას ეს მისი საკითხია და 9 მილიონი იქნება თუ არა ან ეს არის ოფშორულ ტერიტორიაზე საუბარი სხვა ტიპი დღეს სოფლიო არის ის გალაქსის დაარსების ხელოვნურად დააკეთეს რუსეთში და მე გამოვჭა ჩინეთის გააკეთეს ჩინეთში მაგარი სახლები გააკეთეს ცარიერია მთლიანად იმიტომ რომ ეს უნდა მიებას რაღაც ფუნქცია უნდა ჰქონდეს ეს არ ხდება უფუნქციოდ შენეს მოინდომება მაგრამ ისე ეს არაფერ კავშირში არ არის სინამდვილეში ამის გეგმა და სულ არა ვარ მე იმის მომხრე არა მარტო ეხლა თქვენ შეგიძლიათ ასევე როგორც ბენდუკიზეზე გააგრძელოთ ხება ეს ხელისუფლებას ხშირად რომ გამოდიან გეზახიან უგუნურს ნამდვილად არ არის ეს იმ ხელისუფლებამ არ გააკეთა ეს უვიცობით და უგუნურობით მან ეს გააკეთა ყურადღებით სხვა რაღაცაზე გადატანა და ერთამეს გეტყვით გაიცად რა უნდა მოხდეს მე ერთი წუთი სვარ აი ერთი წუთი გადავდოთ გვერდზე რომელი პარტია გაიცად ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა დაგეგმილი საქართველოში ეს არის საპარლამენტო არჩევნები თეორიაში ეს არის ხელისუფლების ცვლა ვერ ნახავთ სოფლიოში ყველაფერს თავი დავანებოთ ესეც მოვლენას რომ საპარლამენტო არჩევნებამდე თვეებით ადრე მართველი ზალი იწყებდეს ასეთ პროექტს მაგრამ მე განახეთ პირიქით როგორ არის ბრაზილია რო აშენდა ქალაქი მე ვიმეორებ ეს არის ასაცულის ნამდვილად აშენდა ვიცი გამოვიდა მისი პრეზიდენტი კუბიჩეკი თუ არ ვწდები და თქვა მე თუ ამირჩევთო ამ ქალაქს ავაშენებო ეს იყო მისი საარჩევნო პროგრამა ეს არის არა ეს იგივე არა აქ სხვა გზავნილია აქ რა მომერ თუ ამირჩევთ ავაშენებო აქ გზავნილია უახლოესი 10 წელიწადი ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში ეს არის იყო თქვენ გზავნილი 10 წლის განმავლობაში არა სალამ აიცილებდა თქვი აუცილებელია 10 წელიწადი ხელისუფლებაში ყოფნა 4 წელიწადი ეს პროექტი მივიდეს 10 წელიწადშიო აგერო ნახავთო 9 მილიონი ცხოვრობს სუდები თუ მოვიდა ნაპოლეონს ხო გააჩერებენ მე ვერ დაგეთახმებით იმისათვის რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან მწარე ქართული სინამდვილე რომ მოვიდნენ სუდები და ის კარგი რაც დაიწყო წინა ხელისუფლების დროს აუცილებლად ჩააფლავონ ასე ვთქვათ მოდით ასე ნუ განვეხილოთ რა ჩვენ არა ეხლა თქვენ სვამთ კითხვას და თქვენ ვეპასუხოთ თუ შეიძლება თუ მეკითხებით მოდით სად მეიცით რომ ერთი წლით ადრე ასე პროექტი გიპასუხებთ ამ ხელისუფლების დროს დაწყებული წარმატებული პროექტი მე მგონი ვალდებულება იქნება შემდგომი ხელისუფლების მერე ვინ იქნება ამას არჩევნები გადაწყვეტს და ეხლა მე და თქვენ ამ სტუდიაში ვერ გადავწყვეტავთ არჩევნების ზით მოსული ხელისუფლება კარგი პროექტები, ყველაფერი რომელიც დაიწყება, ესე ხომ არ არის არა, როგორც საარჩევნო ვადა არის, რომ იმ ვადაში უნდა დაიწყოს პროექტი და იმ ვადაში უნდა დამთავრდეს. არის რომელიც გადადის და დროის სხვანაირი მოთხოვნილებები აქვს. ასე შემთხვევაში მივალ ბოლომდე თუ შეიძლება. არა, მე მივალ ბოლომდე. კარგი წარმატებული პროექტი დაწყებული ამა თუ იმ ხელისუფლების დროს აუცილებლად თეორიულად ვამბობ. თეორიულად თუ დაიწყება ეს აუცილებლად არა პასუხობ ზუსტად იმას რომ ჩემს პროექტებს განზრებელ მან თქვა რომ მე ჩვენ გავაკეთებთ ამას რომ მე გავგებრებთ ლაპარაკობს ჩვენ ამას გავაკეთებთ იმ ეტაპზე თვეები არ არის თვეები არ თითქმის წელიწადია მანამდე ესე იგი არჩევნების შემოდგომამდე არჩევნებამდე და ანუ თვეებზე თითქმის წელიწადი ხო აქ რაღაც ნუ კი ბატონო ახლა ვიკამათოთ ხა დროის მიმაზე რა წელიწადთან ახლოს წელიწადი ქვია წელიწადი არა ეს ხო არსებითი არ არის რა ამა თუ იმ ხელისუფლებაში დაწყებული კარგი პროექტი მე მგონი შემდგომ ხელისუფლებას რომელიც არჩევნების ცივილური გზით მოვა ვალდებული არის რომ ეს პროექტი გააგრძელოს და ჯინაზე პრინციპულად არ უნდა ჩააგდოს ესა თუ ის პროექტი იმიტომ რომ მისი დაწყებული არ არის აი ბამდე შევთანხმდეთ რა ამის აუცილებლობა დგას თუ არა დღეს ქართულ სინამდვილეში რომ ახალი ქალაქი აშენდეს იმ გეგმის გათვალისწინებით თუნდაც რომელიც არსებობს თუ არ არსებობს ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ იმიტომ რომ არც ნანახი მაქვს და ვერც ვისაუბრებ იმაზე რომ არ არის ეს თუ გეგმა რო არსებობდეს ახ მარტივ კითხავს რომ ყველაფერს ვთვლდება ეს გეგმა რო დღეს არსებობდეს მარტივ ინტერნეტში უნდა იდოს თუ არა და სამხედრო საიდუმლო შეიძლება იყოს თუ არა ქალაქი რომელიც არის ლამის
ქვეყნის მეექვსეების ხელა. გეთახმებით, რომ ალბათ საჯარო უნდა იყოს. თქვენ მოიძიეთ, მე კვლევა ინტერნეტში ამის შესახებ არ ჩამიტარებია. ინტერნეტი შეიძლება ვიღაცა შეიძლება ამ კუთხით მე ესეთი კვლევა მე არა ვარ ურბანული სპეციალისტი, მე როცა მოვიდი, მე ხოლმე შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რა დადებითი მომენტი შეიძლება ამას გქონდეს. აი ეს გვაქვს თუ არა, მე ამ კითხვას ვსვამ. ამ ქალაქის აშენების აუცილებლობა დგას თუ არა დღეს საქართველოში. მოდით თუ ასე ვაყენებთ საკითხს, ესე იგი ამ პროექტს შეიძლება კონდეს თუ არა სხვა რაიმე ალტერნატიული პროექტი. ხომ ასე მესმის რა? არა, პოლიტიკოსების შეიძლება თუ არა იყოს უფრო რომელიც შეიძლება დაიხარჯოს ახალი ქალაქის მშენებლობაზე, შეიძლება გამოვიყენოთ უკვე არსებული ქალაქების რეაბილიტაციისთვის, რომელიც არც ისე კარგ მდგომარეობაშია. მაშინ აი ამის გაგრძელება თეა მე ასეთი რიტორიკა მომისვენია მხოლოდ აი ეკლესია მონასტრების შენებლობასთან მიმართებაში. როდესაც ახალი შენდება, არის გარკვეული ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამბობს, რომ ნუ არ მოწონთ ეს აი კორპუსებს შორის ჩადგმული გარაჟები, რაღაც ახალი ეკლესიები და მოდით ეს თანხა თუ ვინმეს აქვს, გამოვიყენოთ ძველი სახსადგენად. არა, ეს სხვადასხვა რამეა, ბატონო ლევან, ამ მე პარალელს ვავლებ ხარ არის სამების ტაძარზე რაღაც ახალს რატო ვაშენთ? მოდი აღვადგინოთ ზაგათი, მოდი გავაკეთოთ არა, ის თანხა რომელიც უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან ახალი ქალაქის შენებლობაში, შეიძლება ძველი გავაკეთოთ. სხვა მიგებრივად განსხვავდება. ეს არ არის ხვის საქმე. რა არის ხვის სხვას გულისხმობთ? ჩვენ შეიძლება ბატონო პალადი გამორიცხული ჩვენი გავზადეთ, თქვენ მოგწონდეთ სიტყვაზე საბჭოთა მიდგომა. შეიძლება არ მოგწონდეთ. რას მატყობთ ახლა მე რომ საბჭოთა მიდგომა. მე რომ ახლა არაფერი ამაში არ წვლის არ იქნებოდა, მე არ ჩაგებოდა. რომელია საბჭოთა მიდგომა? სხვისი ფულით რა უნდა გაკეთდეს? ეს არის საბჭოთა კავშირის მიდგომა. საკუთარი ფულით ადამიანი რას გააკეთებს ეს არის. მე მოვიყვანე მაგალითი საზოგადოების გარკვეული ნაწილის, რომელსაც არ უნდა ის არის საბჭოთა მიდგომა, რომ რატო აშენებს ეკლესიას ან რაღაცას თავის ფულით მე მერჩევნია გააკეთოს. არა, ეს თავის ფულით როგორ არა, აქ არის ახლა ამას საკმაოდ სერიოზული ხალხი, თეოლოგები და ესეთი ხალხი ლაპარაკობს, რომელსაც რელიგია წოდებს. რომელსაც ამბობს, რომ კანონიკა, საეკლესიო კანონიკა ირღვევა. ახლა ცოტა გადაუხვიეთ ამ თემაზე. ბატონო ვასიკო, მე საკმაოდ თქვენ ბევრად მეც საუბრობთ ვიდრე მე და მეც ვიტყვი ამას დავამთავრებ რა. ის რომ ეს საეკლესიო კანონიკა ირღვევს, ისინი არგუმენტირებულად ასაბუთებენ ამას. არა, მე გეტყვით ახლა კორპუსებს შორის ჩადგმულია იმაზე ისა რა ქვია სარეცხი და რაღაც ძალიან არ არის მაჯდამაჯ ეთიკური არა? ბატონო ლევან, მე სხვა მაგალითი მოვიყვანე. არის მოსაზრება რომ ამბობენ რომ მოდით ამას დავანებოთ, იქ ხდება რაღაცა მონანიება ის არ ჯდება იმაში. აი იქაც არის ის რომ საბჭოთა ბიუჯეტიდან დახარჯული ფული, რომელიც თითოეული ჩვენთან განისხვავებაში განკუთვნილია. მეორესაც როდის ხედულობთ ხოლმე ადამიანი. მეორე სახს როდის ხედულობს ადამიანი. მაი მარტივ ძალიან მარტო კითხოს ვამბობ. მეორე სახს როდის კითხულობს ადამიანი. ნუ გავცემ რადგან გაჭირდება. მეორე სახს არ გამჩენე მეორე სახს მარტივი ან გაფართოება უნდა ან კიდევ ერთი უზრავი ფონების შეძენა უნდა შესაძლებლობა. ცოტათი ვერ გქონით ხო მოგზაურებით ვამბობ ამ საკითხს. ადუნა დიდი სიტუაცია ამას და დიდი საკამათო. თუ მაინც და მაინც ხარეები არ წარმოიდგენ რომ ხარეები არიან და ყველა ხელისუფლების მომხრე თქვა თუ არის, არ წარმოიდგენს რომ მისი ხელისუფლების მომხრეობა გამოიხატება იმაში რომ ახლა ამ ლაზიკას დაუჭიროს მხარი ესე ვთქვა. ეს არ არის ასე არ შეიძლება იყოს რომ ყველაფერი ასე დალაგდეს და ახლა მთელი ქვეყანა გაიყოს პროლაგის ლაზიკისტებად და რაღაცა და რაღაცა შემდეგ დაიწყოს. ყველა საკითხი მასეთი დალაგდეს აი პოლარიზება მოხდეს ამას. ვინ იყიდის? ყველაფერს თავი დავანებოთ. იმ გაუბედურებულ მოსახლეობაზე ვლაპარაკობთ რომ პურის ფული არ აქვს, ეხლა წავლენ უკაცრავად ინვესტორი დადგავს 16 სართულიან სახლებს და წავა ეს ხალხი და აგერ გამოკრულია გაცხადები აქ არ იყიდია თვლის სწავლე ლაზიკაში იყიდია. ეს რას მახსენებს? თუთვარსკვლავიანი სასტუმროები რო შენდებოდა ბათუმში და იქ და გამოდიოდა და ეხლა იქ თბილისელი რიგითი მოქალაქე იქ იცხოვრებს და ის სულ არ არის გათვლილი იმაზე. ასევე არის შენა ღმერთმა აი მე ვედი ხო. არანერვიულად არა მე გეტყვით ეხლა მე გეტყვით ვინც ფულზე იგივეს ვამბობ? არა მე ჩემ კითხვას არ პასუხობ. ამაზე იყო და აუცილებელი ამ ქალაქის აშენება დიახ. იგივე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელზედაც საუბრობდა ბატონი პრეზიდენტი.
პრეზიდენტი მოდი ესე ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჯერ მან თქვა, რომ ჯერ გრანდიოზული სამუშაოები იწყება და ამ მიმართულებით მან თქვა, რომ ასე იქნება 10 მილიონი, მე ეს გათვლაც ვერ ვნახე და სხვა გათვლები ვნახე მაგალითად. სხვა ქალაქების ამბავი როგორ ხდება და ვერავინ ვერ გათვლის იმას, 9 მილიონი იქნება 10 წელიწადში და რა გათვლებს ეფუძნება თუ 1,5 მილიონი მაგალითად. მოსახლეობა? არა, მოსახლეობაზე ცალკე ვისაუბრებ, მე ვსაუბრობ აუცილებლობა რამდენად დგას ახალი ქალაქის აშენება. ქუთაისში რა აუცილებლობა დგას? ქუთაისში არის უმუშევრობა. დიახ. აი ქუთაისში წარმოვიდგინოთ, რატომღაც ქუთაისში სახლი აქვს ამ ადამიანებს, კარი აქვს, ღვთისმადეთ ხადახან წყალისმოზე და არის უმუშევრობა. ფოთში არის უმუშევრობა, ზუგდიდში არის უმუშევრობა. და ეხლა ეს პრობლემა როგორ იწყება, იცით? ეს თადა მოხამედის არ იყოს, ეხლა გვეუბნებიან, რომ აქ ავაშენებთ არარსებულ ქალაქს და ამ უმუშევრ ხალხს აქ დავასაკნებთ. აქ რატო ქალაქს ავაშენებთ ეხლა? აბა არსებობია უკვე. არა, არარსებულ ავაშენებთ ქალაქს. აი სულ რაღაც მუქფერებში ვცდილობთ რომ ისაკნოთ. არარსებულ ქალაქს არარსებულ. კოცა დაზღულისხმობთ, იცით? ამ ეტაპზე არარსებულ ქალაქია, იმიტომ რომ არავითარი გეგმა არ არსებობს, არც თქვენი იცით, არც სხვა მიცის, არც არავინ არ იცის. გეგმის გარეშე ხარ. თქვენ ხო იცით, არა ბატონო ასო, ეხლა მოდით ეხლა რეალურად ვისაუბროთ, არა? გეგმის გარეშე სახლი არ შენდება და პატარა ერთსართულიანი, მით უმეტეს საპორტო ქალაქი და ესეთი დიდი ცენტრი ვერ აშენდება. მე გეუბნებით როდესაც მივა საქმე მშენებლობაზე, გამორიცხულია ლოგიკურად არ შეიძლება ესეთი რაღაცა იყოს, თუ პროექტი არ იქნება ამის გენერალური გეგმა ქალაქის არ იქნება. ერთი წუთით ბატონო. კი, როგორც თქვენ გაიგეთ, ისე მეც გავიგე. რა პრობლემას მოგვიგვარებს ლაზიკას არსებობა? მე აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები ბატონ ვასიკოს იმაში, რომ ეს შეიძლება შევადაროთ ჩვეულებრივ რიგით ქალაქს, რომელიც არის საქართველოს უფრო ცენტრში და ასეთ რეგიონალური ცენტრები არის იგივე ქუთაისი და სხვა დიდი ქალაქები. საპორტო ქალაქს აქვს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება სწორი დაგეგმარება, სწორი განვითარება, თუ წავალთ აი პროგრესული კუთხით და ისეთი მიმართებით, რომ მუქფერებში კი არ დავხატავ და რაღაც პესიმისტურ გათვლებს. აი ჩვეულებრივად რეალურ გათვლებს. არა, ჩვეულებრივად რეალურ გათვლებს გავაკეთებ. მე პესიმისტურად ჩვეულებრივად ჩვეულებრივად რეალურ გათვლებს თუ გავაკეთებ და იქნება აი იმ გეგმით წავა, როგორც არის სასურველი რომ იყოს უკეთესი, გაკეთდება დიდი საპორტო ქალაქი, რომელიც თავისთავად მიმზიდველი იქნება. ერთი ლაზიკა უკვე ავაშენე ბათუმის სახითო. ანუ მას აქვს უკვე ის ქალაქი, როგორც ის საუბრობს, ააშენა ის ქალაქი, რომელიც ხია ბათუმი თქვენ მოგწონთ ისე აი როგორც არის ახლა. მე არ ყოფილა ბოლო 2 წელია ბათუმში სამწუხაროდ არ მინახავს. რასაც თქვენი ტელევიზიით ან სხვა ტელევიზიებით უყურებთ ან რაღაცა ვინც ყოფილა თქვა ვის აზრსაც თქვენ სხვადასხვა აზრი მოვისმინე ბათუმზე ბატონო. ამიტომ ძალიან მინდა რომ ჩავიდე და ჩემი თვალით ვხედავ, რომ სხვადასხვა აზრი მოვისმინე ბათუმთან დაკავშირებით. ვისაც უფრო ენდობით, ანუ უფრო დადებითია თუ უფრო უარყოფით. არის ნაწილი რომელიცაც გასაგებია უფრო არის სიტყვა ესეთი უფრო არა ესე ვერ დავყოლაფერი არ ჩამიტარებია სოციოლოგიური გამოკითხვა ამასთან დაკავშირებით. ვენდობი ორივე მხარეს რომელიც მაქსიმუმ ინფორმაციას ახლა თქვენ ამბობთ ახლა სულ სხვაგან გადავსვას ბუნებრივია თქვენ გეგმა არ იცით და არც მე ვიცი. არა მე რატო რაშუაში გადავსვას თავიდანვე გითხარით და თუ გნებავთ ამდენჯერმე გაგიმეორებთ რომ გეგმა კონკრეტულად მე ამის არ ვიცი. რაშუაში სხვა რაც ვიცი იმაზე ვისაუბრებ. გაგებია ბათუმზეს მოგასწრებთ. თუ ბათუმთან პარალელს გავავლებ არ იქნება ურიგო, იმიტომ რომ საპორტო ქალაქია ის. გაგიგობთ და პარალელს იმაში რა არის. ჩვენი ყოფის ტრაგიზმია სრული ქალბატონები გავნაგითხოვას, კომიზმი არ არის. როცა შენ თუ ხარ კომიკურ მდგომარეობაში და ატყობ ამას, ეს გადადის ტრაგიზმში. ჩვენი ყოფის ტრაგიზმია, ჩვენ ახლა ვიყურებდნენ უცხოეთიდან, აი ჩვეულებრივ ის კი არა უცხოეთებს თავი მომაწონთ, არა, აი ჩვეულებრივ ვითარებაში და საუბრობდნენ რომ ორი მეცნიერება და დოქტორი სხვას თუ თავი დავანებოთ. შეიძლება ამ კითხვის ქალაქის დამაარსების ექსპერტები არ არიან, მაგრამ მათ ხო გაიარეს რაღაც საგდებიო. და თქვენ ჟურნალისტი და კიდე საზოგადოებაში აჟიოტაჟი. ორი დოქტორი ზის და საუბრობს ქალაქის დაარსებაზეო. და ამავე დროს ამობერო ჩვენ არა ვართ იცი გეგმა არ არსებობს, მაგრამ რაღაცა ხო იქნება და კარგია თუ არა, იტყვიან რომ ესენი ვერ არიან ჯანსაღად. ესია გერმანიაში, ესია ბრაზილიაში, ესია სინგაპურში. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ახლა რაღაცა იდეაზე ვსაუბრობთ. არა, უკაცრავად პასუხია, ეს არის იდეა, რომელზეც თქვა რომ გაიცად, ვიწყებ შენებლობასო და მე გითხარით რომ ადამიანი რომელიც ამოსო გაიცად იწყება შენებლობა, არ ქალაქის შენებლობა არ ხდება, ესე ყველაფერსო თავი დავანებოთ. არ იწყება ესე და ეხლა რა ვქნათ, ეხლა ამის უთუილად მოგკალით ამის გულისთვის, მაგრამ მოდი შეიძლება ერთ შეკითხვა. ეთო წდება, სპარამეს გეტყვით, ჩაიწერეთ დღევანდელი ეთერი. ანუ თქვენთვის ჩაიწერეთ ჟურნალისტურ დღიურში და თქვენ ძალიან კარგი ჟურნალისტური კარიერა გებით და 2-3 წლის შემდეგ უბრალოდ გაახსენეთ ხოლმე ადამიანებს როგორ გაქრა ეს ქალაქი, მაგალითად როგორ გაქრა 100 დღიანი ის რო იყო რა ცოტა ხნის იყო 10 პუნქტიანი გეგმა რომ დაატკიცავ თავი და ამ ქალაქში არის მაგრამ ეხლა ეს ამ მნიშვნელობის მოვლენაზე ვსაუბრობ ჩვენ წარმოგვიდგენია რამდენი მილიონი ადამიანი საქართველოში არ ვიცი მაგრამ ნუ ვარაუდობ 4-ია ხო რაღაცა ესეა მეტი ნაკლები ეხლა 4-მდე ხო თქვა ესეთი სიტუაცია და
9 მილიონიან ქალს ვარსებთ. წარმოგიდგენთ რამოვლენასთან გვაქვს ადგილი და ვამბობთ რომ ჯერ იცით გეგმა არ არის. მე ვამბობ რომ ბრაზილიაში 50 წელი ლაპარაკობენ. ნახე ბრაზილიელებმა რა იციან კაცო მაგათა. იქა ასე რა იციან კაცო იმათ არ იცით. ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი ხო? ვამბობ რომ სიამდვილეში ეს არის რეალურად. ვამბობ რომ არჩევნებამდე ამას არცად არ აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს საუბრობთ. არ აკეთებენ. ჩვენ ვაკეთებთ. ეხლა გითხრათ ამას აქვს აბსოლუტურად ერთადერთი გზავნილი შინაარსი და ესე აქმული. ადამიანმა არ თქვა ის ვაკვლევა რაც თქვენ ბრძანეთ. მას არ უთქვამს რომ ჩვენ საქმეებს გააგრძელებს მომავალი პარლამენტი და უკაცრავად არავითარი ვალდებულება ეს არ აკისრიათ თუ კონსტიტუცია არ იქნა შეტანილი ელემენტარულად თქვა მეორე მთავრობას თუ ამ მთავრობის ნაკნარი საქმეები დაიწყოს კარგი ცუდი მაგრამ მან თქვა ჩვენ გავაკეთებთ მან უთხრა მთელი ინფრასტრუქტურას და რამეს უთხრა ჩვენ ვიქნები და თქვენ გააგრძელებთ ამით მოქმედება. ანუ ეს თქვენთვის თავარი გზავნილი ამ განცხადებიდან. ეს თემა გადაიფარება, იმიტომ რომ მარტივად რო ვილაპარაკოთ, გაისად პირობით გეუბნებით, ბულდოზერები ვერ ამუშავდება ამ ხელისუფლების ხელშიც კი, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს გაკეთდეს, იმიტომ რომ არ არის გეგმა, რაზეც ვლაპარაკობ. გეგმა კი არა მარტო. გითხრათ, შესწავლილი არ არის ნიადაგი, წყარო, რა ხდება, როგორ არის, რა ამბებია, ესე არ არის ქალაქის დაარსება. გავიგეთ. გადაცემაში რეკლამის დროა კი აუცილებლად დატოვებენ, რეკლამის შემდეგ და რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ 9 მილიონი ადამიანის ჩასახლება ამ ქალაქში როგორ შეიძლება მოხერხდეს. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. აუქციონი შეწყვეტილია ტელეკომპანია მაესტრო გაყიდულია $5 რა სერგო? შარვალი არ გაქვს და ყოველგვარ მოხდა სამსახურში? ყოველ სამუშაო დღეს. რა მოვიგეთ? რა და კარგი მამამი და არც ასეთია და არც ასეთია. აი დაახლოებით ასეთია ჩვენი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა. ღამის 11 საათზე. შემომხედეთ ზუსტად ტელემაყურებლები. ვაუ! რა ზღვიშები ბაბაი. დიახ, ზუსტადაც რომ ჰიბრიდული ჯიშის გამძლეერი ვარ ჩვენ. შუქი ჩახრე მოვდივარ. დაკა გაწებ გამოწება ვაივიში და დიდი აყალმაყალი გამოსხდა. პოლიტიკური ანტიბიოტიკი ევროკავშირში ვარ. მაესტროზე. აი მაგაზე ენა საერთოდ როგორ გიბრუნდება? თქვენ საერთოდ ტელევიზორს არ უყურებთ? შენ სტუმალო. რუსეთმა იმდენი ფული მოგწა რომ აფხაზეთი კი არა, დედაჩემი რომ მამაჩემია ისიც ვარი არის. მე მან შენ უფრო მომწოხარ. ვიდი გამოათრიე თოკი კაბინეტიდან შახადე რამე უკენი და ჯანდაბას ჩემი და. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მოდით მოვიწესრიგოთ თავები და მე ეს მოდესრიგებული თავები დავიხოცე. ხლიცა თუ შმურთა ან ჩურთა. ეგ ხლიცა ჭირმა და მაგას აღარ ეკითხოს, ცხოვრებაში აღარ აფერ. იმ დასკვნამდე მივედი რომ საქართველოში არა მარტო სიბლის, სინდისის თავისუფლებაც ყოფილა. სიმართლის აღსადგენად სასამართლოში მიხვია დიდგაცო. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ოპოზიციაში წარმოგიდგენიათ თქვენ თავად 2012 წელს რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ღამის 10 საათზე. მე დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო რა ხდება აულებრის სასახლეში. პირდაპირ სათქმელი. ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ სულელთან. საზოგადოებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად არის სიმართლე და სად არა თუ მითითებები უნდა მივცეთ. თუ ადამიანმა ერთხელ გაიკვლია გზა რუსეთში და ხელი სისხლიან ხელი ჩამოართვა ბატონ პუტინს, ეცით რას ნიშნავს? პრეზიდენტ თავში რომ ჩართხა ურობა. პირდაპირი ნათქვამი. ამბობენ რომ თუ გინდა კაცი გაიცნო, მიეც იმას ფული და ძალაუფლებაა. ძალიან უცნაური კითხვაა, უბრალოდ ხა რომ არა ვთქვა ცოტა შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ მე რომ თუ შეგიძლიათ გაიცნოთ პასუხი. ჩვენ ამ ტიპის შხამზე დიდი ხანი აცრიგლები ვართ. ეს ასე იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომ იმეც და რუსთავიორს უყურებდეს პირდაპირ ეთერში. ეხლა რომ ამტკიცო ეგრე არის დაახლოებით არის ის რომ ამტკიცო რომ სპილო არა ვარ. მე მაინტერესებს როგორ შეაფასებ თვითონ ამ ფაქტს. გზავნილი იყო დროა ვიცოდეთ სიმართლე. ოპოზიციის ელექტორატი არის ნიჰილისტურად განწყობილი ცვლილებების შესაძლებლობის მიმართ. პოლიტიკური დღის სატელევიზიო რეზიუმი. გარშემო რეალობა იცვლება ბევრად უფრო სწრაფად, ვინმე ჩვენ არ გვქვამს. ხელისუფლებაში არის ასთა სხვადასხვაობა. არა, სულ სხვა ასპექტი მაინტერესებს ამის. შენ მოსახლებაზე დახოცავ და მეორე დღესით აღუნის ჩაატარებ ეროვნულ ინტერესებზე და ღირსებაზე უღარ ვილაპარაკ. გულახდილი საუბარი ეკაბერიძესთან. აუცილებლად ვილაპარაკებთ იმაზეც, რა უნდა მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის და რა ვერ მოახერხეთ. ჩვენ ვართ ისეთ გარემოში, სადაც ჩვენ ჟურნალისტებმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენს ირგვლივ გარემო იყოს თავისუფალი. პირდაპირი საუბარი.
რადიო მაესტროს ეთერშია რადიოაქტიური საათი თეასი ჭინავასთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ლევან ჩოლოყაშვილი, ვასიკო მაღლაფერძე, ჩვენი გადაცემის სტუმრები, ჩვენ ვსაუბრობთ ლაზიკაზე და ერთი საკითხი, რომელიც ასევე საინტერესოა და რომელზედაც აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელში, იყო რაოდენობა, რომელზედაც პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება, 9 მილიონი ადამიანი იცხოვრებს ამ ქალაქში. ყველას გავჩნდა კითხვა, როგორ, საიდან ეს ადამიანები? თქვენ რამდენად რეალურად გესახებათ ასეთი გეგმა? ნუ ახლა 9 მილიონი ახლა ალბათ პირობითი ციფრია, შეიძლება 400,000 იყოს, შეიძლება 9 მილიონზე ცოტა მეტი ეს. არც ეს არის როგორ განვითარდება თვითონ პროექტი, ეს იმის და მიხედვით იქნება ამაზე სუსტად წინასწარ თქმა ძნელია, ალბათ პრეზიდენტმა იცის გეგმა, რომლის მიხედვითაც თვითონ მსჯელობს, რატო იქნება ამდენი იმის მიხედვით რა მასშტაბის იქნება, რა მასშტაბის იქნება თვითონ ეს ქალაქი და რა საქმიანობა იქნება იქიდან გამომდინარე. ის რომ ერთ-ერთი დადებითი მე რასაც ვფიქრობ, ამას შეიძლება ის კონდეს, რომ აი თბილისი ძალიან გადაიდვირთა. რაღაც ეს თავკომბალად იქცა, ამას ყველა აღიარებს და მოხდება მისი რაღაცნაირად განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება, ნამდვილად იქნება ეს პროექტი, მოგცემს ამის საშუალებას. მე რა მაინტერესებს, დაწყების, გადაცემის დაწყებიდან, ბოდიშ ვიხდი რა. განტვირთვა ანუ ამ ადამიანებს აიძულებენ რომ დატოვონ? არავინ არ აიძულებს. ადამიანს კი არა გამორიცხულია ეს აიძულო, ეს რაღაც ის კომუნისტური იმაში ხო არა ვარ, რაღაც მხაჯირობა და გადასახლება და რაღაც მიგრაციები ხელოვნური და იძულებით. თვითონ ადამიანის თავისებურება არის ის, სადაც მისთვის ეკონომიკურად და ფინანსურად უფრო მომგებიანი სიტუაცია იგადადის საცხოვრებლად, ხო? აქ რო ჩამოდიან და თქვათ იქ ელიავას ბაზრობასთან და რაღაცა და დგანან რომ რამე სამუშაო იშოვან და შრომის ბირჟები და არსებობს ესეც სპონტანური, იქ თუ იქნება რეალურად ამის საშუალება და დიდი ვარაუდით საპორტო ქალაქში ასეთი მზარდი ტიპის თუ იქნება, რომ განვითარდება, ეხლა წინასწარ ვარაუდის დონეზე ვსაუბრობთ ისევ, დიდი შანსია რომ ამ ხალხის თავისთავად მიგრაცია მოხდეს. ასევე მოხდეს უცხოელების ჩამოსვლა, რომელზეც რაღაც გარკვეული ნიჰილიზმი და შიში არის, აი იგივე ჩინელებზე, რომ მაღაზიები იხსნებოდა, ნახეთ, ქონდა ვიღაცას ვაჭრობა, არ ქონდა, ისინი წავიდნენ და რაღაც ეს წაგულეკავენ და აქ ჩამოვა და ეს არ იქნება. ეს ჩვენ იზოლაციაში ვერ მოექცევით, ვარ თანამედროვე ტიპის ქვეყანა შენდება, სადაც ღია საზღვრები არის ღია პირიქით და თუ მოვა ინვესტიცია და ჩამოვა ადამიანი იმუშავებს, დასაქმდება როგორც ჩვენი, ასევე უცხოელი. ამაზე არ შეიძლება რაღაც ხელოვნური ბარიერების შექმნა. ეს იქნება ბუნებრივი კანონზომიერების ჩვენ იქ იქნება გარკვეული კონკურენცია, ჩვენი თანამოქალაქეები უფრო ხელსაყრელი იქნება მისთვის, რომ თავის სამშობლოში არიან ვიდრე ჩინეთიდან და იმ შორიდან ჩამოსული ადამიანი და მათაც უნდა გაუჩნდეთ სურვილი, რომ იმუშაონ და ისეთივე პროდუქცია შექმნან. ჩინელებს სხვა შორის იმიტომ არა, რომ ჩინელები არიან, თქვათ ასეთი ეკონომიკური აღმავლობა აქვთ, იმიტომ რომ მოხჩაუხელი შრომის უნარი აქვს ამ ხალხს და გამოაჩინეს ეს და მათ შორის სხვა შორის ძალიან ბევრი მეცნიერის ხავს, არა მარტო ბრინჯის მოყვანით არიან განთქმულები. ასე რომ ეს ყველაფერი სწორად უნდა გაანალიზოს ჩვენმა მოსახლეობამაც და მხოლოდ აი ესეთ პირობებში შეიძლება კონკურენტულარიანი იყოს. მე ერთ რამეს გთავაზობ, ესეთ ბატონი ვასიკოს ახსენებს, რომ არ არსებულ ქალაქი, არ არსებულ მოდით აი ცოტა ვირტუალურად წარმოვიდგინოთ, რადგან ასეთ მდგომარეობა თავისთავად ეს იდეა შეიძლება იყოს მოსაწონი თუ არ შეიძლება იყოს, თქვათ ძალიან გამაღიზიანებელია ბატონი ვასიკოსთვის, ხო თვითონ აი ეს ფაქტი, რომ გაისათ ვიწყებს შენებლობას. დაიწყო ამაზე საუბარი, თქვათ ცოტა უფრო ადრე, ახალი ქალაქის შენებლობაც დაიწყება ცოტა უფრო გვიან. თავისთავად ეს დადებითად გეჩვენებათ, იდეა მოგწონთ თუ არა და ამაში ხედავთ თუ არა რაღაც საშიშროებას და დამღუპვებს და იქ რაღაც ჩაოდი დაშრება და აი ამ კუთხით თუ წავიღოთ, ისეთ უფრო რეალური იქნება, თქვენი წარმოდგენა გექნება, მე ჩემს ხალხს გეტყვით, რომ გითხრათ რომ რასაკვირველია რა თქმა უნდა, ასეთი კუთხით ყველა პრობლემა უნდა გადავჭრათ რეალიზმით და არა განცხადებებით, სხვათა შორის სულ ატრიალებთ იმ რეკლამაში, არა ტერიტორიალობა არ უნდა გადავჭრათ სარკოს ძახილით. ეხლა არ უნდა გადავიდოთ ვირტუალურ პროექტებში, რაც ძალიან მაშინებს და მთელ სოფლიოს აშინებს. მთელ სოფლიოს, ესე იგი, იმიტომ რომ წარმატებული სახელმწიფოები და ხალხების სხვა პრაქტიკით ცხოვრობენ. ახლა ჩვენ საუბრობთ ჯერ ნორმალური იქნებოდა და ამას ვამბობ სანამ ადამიანებმა უნდა თქვან, საერთოდ არის სპეციალისტებმა მიზანშეწონილია თუ ქალაქი. მეორე, უნდა სპეციალისტებმა, ასობით სპეციალისტმა სხვადასხვა დარგის უნდა თქვას, შეიძლება თუ არა ქალაქის მშენებლობა, სანამ დაიწყება. შემდეგ, უნდა დაიდოს ეკონომიკური გათვლები, ვინ ის და ინვესტორები ჩამოვლენ და რატო ჩამოვლენ აქ. შემდეგ უნდა იყოს საუბარი ბოლოს
იმ 9 მილიონი ადამიანზე, რომელიც ასე იგი საერთო არ მოსულა და ბოლო მე მინდა ერთი კითხვა. რასაკვირველია ჩვენ თანამედროვე ქვეყანა უნდა ვიყოთ. რასაკვირველია თანამედროვე. რასაკვირველია ევროკავშირისკენ უნდა მივიდეთ, მაგრამ მე უნდა გითხრათ ქალბატონითია და გადაამოწმეთ თუ ბატონო აბა ევროკავშირში ჩაიყვან ერთი შენ მუშა ან ესე იგი მუშაკი რომლის სპეციალობის ადამიანიც იქაყავთ. იცით როგორ იცავს ევროპა თასაკუთარ ბაზარს, იმიტომ რომ რასაკვირველია კაცო გახსნილია არა სხვის მიმართ გახსნილია. მიუხედავად იმისა ევროპა ბაზარს რო ასე ეცა ლევანაძე სხვის მიმართ გახსნილია და ინტერნეტით ბრიტანეთის მთავრობა თავის მოსახლეობას აფრთხილებს, ვინც ევროზონაში იმყოფება, რომ ფრთხილად იყოს ევროსთან მიმართებაში. აი მის დაცვებით რეგულაციები იყოს ევროპაში. ასე რომ ევროპა მაგალითად მაინც და მაინც აღარ უზარმაზარი მეცნიერება აქვს გეტყვით. როგორც ორხმაში არის, ესე გეტყვით. სინგაპურში, რომელიც აქ ბოლო ვირტუალურად იცის, მე ნაცხოვრები ვარ, ორი კვირა ვიყავი. და უნდა გითხრათ 1951 წელს სინგაპური იყო მალაელების ქვეყანა და დღეს 97% არის ჩინელი. ისე რომ იცოდეთ, არაფრის ინფორმაციის 97%, თუმცა სახელმწიფო ენა მალაურიც არის. ალაგ-ალაგ მალაელებსაც შეხვდებით ხოლმე. კი ბატონო. ისე რომ იცოდეთ. ბატონო ვასკო, უნდა დავასრულოთ ჩვენ გადაცემა, უბრალოდ კითხვა იყო ესეთი, რომ ამის შემდეგ, როგორ რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ამის შემდეგ იმსჯელებთ იმაზე, რამდენად მისაღებია თუ რა იდეა თქვენთვის ახალი ქალაქის შენებლობის. მე უნდა გითხრათ, ეს არის და თქვენ ამას დაინახავთ, თორე ხვასა და მივიდეთ ამ ქვეყნად თუ არა და მე ვიქნები ახლა რომ იტყვი ანუ ვინავატირო სულად რო ვთქვათ, თქვენ დაინახავთ რომ ეს თემა არის სრულად დაკლა აბსოლუტურად წინასაარჩევნო ბატალიებთან დაკავშირებული. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ლევან ჩოლოყაშვილი, ვასილ მაღარიბელიძე ჩვენი გადაცემის სტუმრები, მადლობთ მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. თქვენ საინფორმაციო გამოშვება გეელით რამდენიმე წუთში, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით 8 საათზე არგუმენტებში დღეს. ხვალ ისევ რადიოაქტიული საათი იქნება 2 საათზე და ისევ მე ვიმუშავებ თქვენ